დათომ ავჭალის კოლონია 2013 წლის დასაწყისში ამნისტიით დატოვა. საპატიმროში 17 წლის ასაკში მოხვდა. საბავშვო ბაღიდან ჯართის მოპარვის ბრალდებით. იმის გამო, რომ 14 წლის ასაკშიც ნასამართლები იყო და პირობით მსჯავრს იხდიდა, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას პირობითად დათო უწოდეთ. ამბობს, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში 5 წელი გაატარა. ციხის დატოვების შემდეგ საზოგადოებასთან ადაპტაცია გაუჭირდა. 17 წლის ასაკში აღმოჩნდი ციხეში, სრულიად ჩემთვის გაუგებრად. არ ვიყავი მაგ ცხოვრებისთვის მზად, ცხოვრობდი, მუშაობდი გარეთ, როგორც შემეძლო, ერთი შემეძლო. თავიდან ვიყავი დაინტერესებული პატიოსანი შრომით, ჩემი შრომით მეცხოვრა. ესე რაღაც გაუგებრობების, რაღაც მიზეზების გამო მოხდი ციხეში აღმოჩნდი. ჩემთვის იყო ის, რაც არ გინდა კარგი პირობები ყოფილიყო, იყო მაინც ციხე. ციხიდან რომ გამოვიდა, ესე იგი, როგორც ყოველთვის ფსიქოლოგიურად ადამიანი კიდევ ვინაურად ერთი და იგივე ადგილზე არის ადამიანი, იქ იშლება თავის ფსიქოლოგია იშლება. ეხლაც ნენელა თვითონ მე არ ფსიქოლოგი მომეყანია, ვცდილობ რომ მე თვითონ ხელი შეუწყო იქ თუ საჭიროა ელემენტარულად გავუგო კიდეც. ხეზე მუშაობა ციხეში დამოუკიდებლად ისწავლა. ამბობს, რომ მძიმე პერიოდი ხატწერითა და ჯვრების კეთებით გადაიტანა. თვითნასწავლმა პატიმარმა 5 წლის განმავლობაში 100-მდე ნამუშევარი შექმნა. დაწესებულების დატოვების შემდეგ 9 თვე გავიდა, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობა ახლაც უჭირს. იმედოვნებს, რომ სამსახურო ციხეში გატარებულ წლებს მალე დაავიწყებს. იმოქმედა ჩემზე ძალიან იმ პირობებმა, რომ რაც არ გინდა იყოს 17 წლის ასაკში ხარ, არასრულწლოვანია თუ რა, გენატრება დედა-მამა ჯერ მაგ ასაკში ხარ, მაგ ეგ პერიოდია. საქართველოში პენტენციურ სისტემაში სასჯელს 10-ობით არასრულწლოვანი იხდის. ფსიქოლოგების განმარტებით ციხეში გატარებული პერიოდი განსაკუთრებულ გავლენას სწორედ მათ ფსიქიკაზე ახდენს. ფსიქოლოგი ირწმუნება, რომ მოზარდების უმრავლესობას პოსტტრაუმული ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება, აქვთ ფობიები და საზოგადოებაში ინტეგრაცია უჭირთ. არასრულწლოვან მჟავრდებულებზე ფიზიკური როგორც ფსიქოლოგიური ფიზიკური ზეწოლა მიმდინარეობდა. ამიტომ როგორც გაირკვა მზარდების უმრავლესობას აღენიშნება პოსტტრაუმული ფსიქიკური აშლილობა. ისინი განიცდიან შის ინტერესთა დაკარგვას. იურისტების მტკიცებით არასრულწლოვანთან მიმართებაში კანონი ჰუმანურია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ინტერესია მოზარდი საპატიმრომდე არ მივიდეს დანაშაულის სიმძიმის გამო, იგი ზოგჯერ ციხეში ხვდება. ავთანდილ თელიაშვილის თქმით, ბავშვს დანაშაულის ჩადენის სურვილი გარდატეხის ასაკში უჩნდება, რაშიც უმეტეს შემთხვევაში ხელს ოჯახის მძიმე ეკონომიური მდგომარეობა უწყობს. არის განრიდების პროგრამა, არის არასრულწლოვანებზე ძველი კანონმდებლობაშიც იყო ისეთი მიდგომა, რომ არასრულწლოვანი საპატიმრო ადგილებში იშვიათად უნდა მოხვედრილი იყო. სამწუხაროდ ახლო წარსულში ეს ტრადიცია ხშირად ირღვეოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში არასრულწლოვანის მიმართ კანონი მეტად ჰუმანურია. ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციაზე სამცხე-ჯავახეთში ასოციაცია ტოლერანტი ზრუნავს, რომელიც უკვე 2 წელია მათი უფლებების დასაცავად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ასოციაციის დირექტორი ფიქრობს, რომ მსგავსი ცენტრები რეგიონში აუცილებელია, რადგან მოზარდებს დახმარება არაერთი მიმართულებით სჭირდებათ. რომის აქციაა პირველ რიგში ახალგაზრდები და ქალები. რომ ახალგაზრდები არასრულწლოვანები და ასე შემდეგ ყველაზე მეტად საჭიროება მხარდაჭერას, გადამზადებას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ასოციაცია ტოლერანტის ინფორმაციით რეგიონში არასრულწლოვანი მსჯავრდებული ამჟამად არ აღირიცხება, თუმცა სამცხე-ჯავახეთში 10-მდე არასრულწლოვანი ყოფილი პატიმარი ფიქსირდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალიზაციის მიზნით განრიდებისა და მედიაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც 2010 წლის 15 ნოემბერს ამოქმედდა. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა მიზნად ისახავს არასრულწლოვანების თავისუფლებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების გარეშე.